ევროპასა და უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპის მიერ რუსეთთან გამართული მოლაპარაკებებისას შესაძლოა მათი ინტერესები მთავარი პრიორიტეტი არ იყოს. მომდევნო დღეებში შეერთებული შტატების დელეგაცია სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით საუდის არაბეთში პირისპირ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან. ეს ნაბიჯი შოკის მომგვრელი იყო ევროპისთვის, სადაც მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში ისინიც უშუალოდ უნდა იყვნენ ჩართულნი. განვითარებულმა მოვლენებმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აიძულა პარიზში საგანგებო სამიტი მოეწვია, რათა განიხილონ ევროპის საპასუხო ნაბიჯები. დაძაბულობის შემცირების მიზნით რუბიომ განაცხადა, რომ ევროპა მომავალში ჩაერთვება სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ელ-რიადში დაგეგმილი მოლაპარაკებების საშუალებაა, რომ შეფასდეს მოსკოვის მზაობა უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე. მსგავსი კომენტარები გააკეთა კვირას დონალდ ტრამპმაც. ჩვენ მუშაობთ და ვცდილობთ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევაზე. ამისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებთ. ეს არის ომი, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო. მოელი თუ არა, რომ ამ მოლაპარაკებებში ზელენსკიც ჩაერთვება? დიახ, ის ასევე ჩაერთვება ამ პროცესში. უკრაინის პრეზიდენტი აბუ-დაბიში კვირას გვიან ღამით ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დღის წესრიგი. ასევე უცნობია მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებში.